გამარჯობა. 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 მე დავიწყე ჩემი ცხოვრება. მე მგონია რა ეხლა დავიწყე ჩემი ცხოვრება. რატო? აქამდე ვცხოვრობდი, მაგრამ თითქოს გაუაზრებლად. თითქოს ახლა უფრო გააზრებლად ვცხოვრობ, რომ ვიცი, რომ ჩემ ცხოვრებას ვცხოვრობ. თითქოს აქამდე არ ვიცოდი რა მეტად, მაგრამ რეალურად პატერნები იყო, რომელიც დასაკავშირებელი იყო, რაღაცნაირად ფაზლი იყო ჩემი ცხოვრება და ახლა ისეთი ფაზლები ჩავსვი ჩემს ცხოვრებაში უკვე. ისეთი ფაზლები გამოჩნდა, რომ დაახლოებით ვიცი რაც იქნება, სურათი ჩემი ცხოვრების. მაგრამ იმ ფაზლებშიც რეალურად არის ძალიან ბევრი უცნობი რაღაც, რაც ძალიან ლამაზი იქნება, რომელიც ჯერ მე არ ვიცი. მაგრამ ეგ მაგარია პირიქით. მიყვარს სურპრიზები. ხო და ეხლა რაღაც ენერგია მქონდა, ენერგიაზე ვიყავი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ჩელენჯს ვუწყობ ჩემ თავს, რომ 30 დღე აღარ ვსქროლო. ბევრი რაღაცა რაც მინდოდა ცხოვრებაში რომ გამერკვია, გავარკვიე უკვე. ძალიან ბევრი რაღაც მაქვს გაანალიზებული. ვიცი რომ ეგ არის უბრალოდ ოკეანეში წვეთი, რასაც მე გავიგებ მომავალში და რასაც მე გამოვცდი, ზუსტად ვიცი. რაც უფრო მეტი იცი, უფრო მაგრად იცი, რომ კიდე ბევრი რაღაცა არის. უფრო ანალიზებ, უფრო ბევრი რაღაც არის. ამ ვიდეოში უბრალოდ მინდა რომ ვისაუბრო ჩემ თავთან. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ოცნებები რაღაცნაირად ყოველდღე ხდება. არის რაღაცები რაც მოწუხებს, მაგრამ ეხლა ბედნიერი ვარ. აი უბრალოდ ბედნიერი ვარ. ჩემ ცხოვრებით ვცხოვრობ და კიდე ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს აღმოსაჩენი ჩემს ცხოვრებაში. ყოველ წამში და ყოველ წუთში და ძალიან მაგარია რა. რაღაცნაირად ჩემი თავი. მიყვარს ჩემი თავი. მიყვარს ჩემი თავად ყოფნა. და იმის იქით რომ აღარ გაინტერესებს რეალურად. ანუ შენ თავი ხარ, შენ თავი იპოვე და კიდე იპოვე, კიდე უფრო კარგად გაიცნობ, შენ თავი გიყვარს, შეგიყვარდა და ყოველდღე უფრო და უფრო გიყვარებ, შენ თავს კურნავ, შენ თავს ეხმარები და რეალურად შენი არსებობით უბრალოდ სხვებსაც ეხმარები, რომ იგივე გააკეთო. ძალიან მაგარია. რეალურად ძალიან კეთილი ვარ. ძალიან კეთილი გული მაქვს. ანუ არავის, ყველას ვუსურვებ ხოლმე. პირადად არ ვეუბნები ადამიანებს ხშირად. კი ვეუბნები ხოლმე, მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ყველაფერი შეიძლება აჟღერდეს. ჩემ გულში ყველას ვუსურვებ ხოლმე სიკეთეს და რაღაცა ენერგეტიკულად ყველას სითბოს ვუგზავნი ხოლმე. ვიღაცა დაღურემელს რო ვხედავ, ესე შეიძლება მეც კი სუდად გამომხედოს, ან შეიძლება სუდად მითხრას რამე. მაგრამ აი ეგეთ ადამიანებსაც კი და უარესებსაც ყოველთვის რაღაცნაირად ენერგეტიკულად იმას ვუგზავნი რა, რომ ღმერთს ვთხოვ ხოლმე, რომ აი ის გული გაუწმინდოს და გაუნათოს რაღაცნაირად, რომ რეალურად თავის თავში იპოვოს ის სიკეთე, რაც აქვს რეალურად გულში. ანუ ვინც არ უნდა იყოს, ყველას ვერ ვუსურვებ ვერავის ცუდს და არ ვუსურვებ, რამდენადაც არ უნდა მატკინოს ადამიანმა და ეგ მომწონს ყველაზე მეტად ჩემ თავში. ეს ვიდეოების ჩაწერაც სულ ინგლისურად დავიწყე, იმიტომ რომ მაშინ ინგლისური არ ვიცოდი კარგად და მინდოდა რომ განმევითარინებინა. აი რატომ უნდა დამეწყო ინგლისურად საუბარი? ხო ვიტყოდი ახლა. I wanted to improve my English skills. I wanted to speak in English properly. Anyway. აი ძალიან კაია რა. ეხლა იმდენად მსუბუქად ვარ. მსუბუქად გრძნობ თავს და ძალიან მადლიერი ვარ. არ ვიცი საწავიღოს. და მინდა რომ აი უფრო გავაორმაგო. ისე გავაორმაგო, რა ხვალ დილით რო გავიღვიძებ. ისე ენერგიულად გავიღვიძე, რომ ყველაფერი გავაკეთო და აი ეს ყოველდღიურობა აი ესე რომ მიყვეს, რომ სულ ესე წავიდე რა. დაბლა ჩამოსასვლელი დრო რო აღარ დარჩეს. აი ეგრე მინდა რომ გავაკეთო, რომ ეს მადლიერება რომ აქ უფრო აი გავაასმაგო და ღმერთო გთხოვ
ძალიან გთხოვ მიჩვენე გზა რომ დაურჩე ჩემს რეალურ თავთან ეხლა რაც ვარ ეგ ვარ და მიყვარს ძალიან მიყვარს ეგ ვარ ანუ ის ზიზღი რასაც გრძნობ ხოლმე ის არ ვიცი რაღაც ხა ანუ ზიზღი მეც ვერაფერს ვერ დავარდნი. რაღაცნაირად ზიზღს უგრძნობ ხოლმე, როცა ცუდად ვარ. დაბალი ფრეკვენსი რაც არის. მან დრო ვარ, ხოდი არ ყველა მეზიზღება. მაგრამ არ არის ეგრე. მაგ დროსაც კი ვიცი ჩემ თავთან, რომ რეალურად შინაგანად ყველა მიყვარს. აზრი არ აქვს. არ მინდა რომ ეს ერთადერთი ცხოვრება გავატარო ზიზღში. რატომ უნდა გაატარო ადამიანმა ზიზღში? იმიტომ რომ ძალიან ცუდი გრძნობაა ზიზღი. აი ძალიან ცუდი გრძნობაა ზიზღი. რატომ უნდა გინდოდეს ადამიანს ზიზღში რომ გაატაროს? სიყვარულში რატო არ უნდა გინდოდეს რომ გაატაროს ცხოვრება და რატო არ გინდა რომ სიყვარული გავრცელო და სიყვარული იგრძნო ზიზღს რატო არ შევინებებ ხოლმე ანუ ვერ ხვდე ცუდად რო ვარ უფრო ცუდად ვარ იმის გამო რომ ცუდად რო ვარ ზიზღს ვძნობ და ვიცი რომ ეს რეალურად არ არის რეალური ეგ არ არის რეალური ჩემი თავი რომელიც გრძნობს იმ ზიზღს არ არის ეგ რაღაცნაირად მგონია რომ დემონი მყავს რომელიც შემომიძვრება ხოლმე და მღრღნის და ფიქრების სახით ვაფშე. ფიქრებზე რომ უმაწვება ხოლმე ეს დემონი, რომ ყველანაირ ფიქრს ერთად რომ მომაყრის რა. სადღა გავექცი აღარ ვიცი ხოლმე. მაგიტო დავიწყე რეალურ ცირბილი რომ რაც უფრო მოქმედებაში ხარ და წინ მიდიხარ, სულ წრეზე იტრიალო რა. ეგ ვერ ხვდება. მაგას გონია რომ შორს მიდიხარ რა. რეალურად შენ კი ერთ იმაზე ტრიალებს სტადიონზე ურტყო წრეებს, მაგრამ დემონს გონია რომ ვეღარ გეწევა, ანუ ძალიან იღლება. შენ რომ მიდიხარ და მოქმედებ და არ ელოდები, რომ კიდე შეგაწუხოს. და ვაფშე ყურადღებს რა აქცია. მაგაზე საერთოდ ძალიან იბნევა რა დემონი. და ამ დაბნეულობასთან ერთად შენ ენერგიასაც რო აღარ იღებს, აი შტერდება რა. პირდაპირ მნიშვნელობით შტერდება შენზე. და მე თავს განებებს. მაგრამ რეალურად თავს არ განებებს. ისევ შენთანაა. ხო და ყველაზე მაგარი შანსი რომ რეალურად აღარ შეგაწუხოს, ის არის რომ დაელაპარაკო. რომ უთხრა რომ ვიცი რომ შენი საქმე გაქვს, შენი ცხოვრება გაქვს, ჩემო დემონო. ვიცი, აბა ძალიან იღლები ცხოვრებაში. ამდენი საქმის გაკეთება გიწევს, რომ აი ესე თავში მირტყა ჩაქუჩები, ფიქრებით, ესე ბახ. ხო და მოდი ცოტა ხანი დაისვენ. მოდი დაჯექი ჩემთან. ჩაის დაგისხავ. გესიამონება მწვანე ჩაი ძალიან სასარგებლოა. მოდი აბა დავხატოთ ერთად. მოდი აბა, რავი, ვილაპარაკოთ. რატო აკეთებ მაგას? რატო? რა გინდა? შეიძლება ეგ დემონი შენთან იყოს, მაგრამ აღარ შეგაწუხოს საერთოდ. და პირიქით დაგეხმაროს. და პირიქით მიხდეს, რომ ამ ადამიანს, ანუ რატო აწუხებ? ჩემი მეგობარია. შენი მეგობარი ვარ, დემონო. მეგობრებს არ აწუხებენ, მეგობრებს ერთმანეთს ეხმარებიან. ხო და აღარ არის საჭირო შემოწუხო, ხო? შემოტვინო. ტვინშია ეს დემონი, იქა, არ ვიცი, მაგრამ აი მინდა რომ რაღაცნაირად ფორმა მივცე ამ დემონს. აი ჩემ აზრით აი ეს არის. აი ეს არის. გაბრაზებულია. რატო ხარ გაბრაზებული? კალკი. არა ვიშვის. შენ ბევრი რაღაც გააკეთე, ხო იცი? ისე შემაწუხე, ძალიან შემაწუხე. მატირე, მაბღავლე, მაყვირე ისე რომ, რა ვიცი. გულში ჩაძვერი და ის იმძიმე რო დამადე. ანუ შენი თავი არ შეგეცოდა, აი, ჩემ გულამდე ხო უნდა მოეტანა ამ ადამიანს, დემონს. ამას ხო უნდა მოეტანა ჩემ გულთან ეს სიმძიმე. სიმძიმე ხო უნდა მოეტანა. პირველ რიგში ხო ამას უნდა ეწია. რა ცოდუა. მაგიტო ხარ უეჭველი გაბრაზებული, მაგიტო გინდა რომ შევებს დაადო ეს სიმძიმე და აგრძნობინო ეს ზიზღი სხვების მიმართ, აგრძნობინო ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. აი რა. ჩვენ ხო მეგობრები ვართ ეხლა. მოგიული ხოლმე. თუ აი მოგინება რომ აი ჩვენთან მოხვიდე და გამიზიარო რომ შენი ტკივილი, მე მას გავიზიარებ, ოღონდ ისა რომ არ შემეხოს ენერგეტიკულად. არ მინდა რომ გავაიგიო ჩემი თავი შენ თავთან. და ნუ მაიძულობ რომ შენი ყველაფერი ჩემთან გადმოიტანო. შენ ზიზღი თუ გაქვს, დამელაპარაკე. მე ნუ მაგზნობინე მაგ ზიზღს. დამელაპარაკე. რატო გჭირს ეგ ზიზღი? იქნებ შემიძლია შენი დახმარება. ხა
თავად ამ დემოს რომ მივცემთ ფორმას, ფიქრები რომლებიც გვაწუხებს, აქ სიმძიმე გულში რომელიც გვადევს. ბევრი რაღაცა პრობლემა ცხოვრებაში. აი ყველანაირი პრობლემა რაც შეიძლება წარმოიდგინო და რაც შენს ცხოვრებაშია. მაგ ყველაფერს მიეცი სახე. გამოყავ და დაილაპარაკე. ხო? რატო? ნუ ხარ გაბრაზებული. წადიხ, გეყოს საკმარისია. მე არ ვარ შენ. შენ ვაფშე სხვა ხარ. მაგრამ მე შემიძლია რომ დაგიკო და დაგეხმარო და დაგელაპარაკო და ჩაგიხუტო. გონ ჩახუტება გჭირდა. მათ ჩაგიხუტო. გაიგლის ყველაფერი. ვის არ ქონია პრობლემები, ვის არ ქონია ეს სიმძიმეები და რაღაცები. გაიგლის ყველაფერი. ყველაფერი კარგად იქით. თავარი იცოდე რომ მე შენს გვერდით ვარ. შენ ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ ერთმანეთს არ შევაწუხოთ. აი, ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ, მაგრამ ერთმანეთი არ შევაწუხოთ. საერთოდ გონჯობია რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ხო? გონჯობია რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. იმიტომ რომ ზიზღს რა აზრი აქვს ცხოვრებაში? ზიზღს რა აზრი აქვს მითხარი? რა აზრი აქვს ზიზღს ცხოვრებაში? ან მითხარით? მითხარი. რატო არ გაბრაზებული ხო? რატო იცი? სიყვარული დაგაკლდა და იმიტომ. ხა და მე მოგცე მაგ სიყვარულს. და ასე ჩვენი დემონი, როცა სიყვარულს მივცემთ, გადაიქცევა ასე. აჩვენეთ სიყვარული თქვენს თავებს, თქვენს ტკივილს, თქვენს ბედნიერებას, ყველას. გაუგზავნით სიყვარული ყველას, თქვენ თავს, დემონებს. აი, ადამიანების სახე რო აქვთ მაგ დემონებსაც, თქვენი ფიქრების სახე რო აქვთ მაგ დემონებსაც, ამ გულში რო რაღაც დემონები და რო ღრღნიან მაგ დემონებს, გაუგზავნით სიყვარული. და თქვენი დემონი გადაიქცევა ესე. მე საერთოდ შეიძლება გიცებოთ. Ani prinos. მიყვარხარ ამ სიტყვებს ვერ მალავ. არ ეგრე არ დავკრინჯი. მაგრამ კრინჯი ხო არ არსებობს. ამ კრინჯს სიყვარული სჭირდება და იმიტოა კრინჯი. ხო, ამ კრინჯსაც სიყვარული, კრინჯსაც კი სიყვარული სჭირდება. და მაგიტოა კრინჯი. მაგიტო გეკრინჯებ, რა სიყვარულს არ აძლევს. სიყვარული სჭირდება შენს კრინჯულ საქციელებსაც. და ეგ კრინჯი აღარ იქნება. კარგად. დემონი დაბრუნდა. მიყვარხარ, წავედი რა ვჭამე. გიყვარვარ. მიყვარხარ. ძალიან. შემოფეშულია. მეც მიყვარხარ. აი, წავედი კარგად. დინბიტი ტამი. ეს მე გაბრაზებული ვიყავი ძალიან. იმიტომ რომ მე სიყვარული დამაკლდა. სიყვარული დაგაკლდა? ხო და მე ეთუნა მე შენ მიყვარხარ რომ მე შენს გვერდით ვარო და ეხა ბედნიერი ვარ. ვინ ეთუნა კაცო? ეთუნა. აი ეს. ეთუნა. ხო, რა იყო? აი, ვანოს აინტერესებდა. ვინ იყო ეთუნა? ხო, მე ვარ ეთუნა, რა იყო? მიყვარხარ. მაგარი. Outdoor boys დაბრუნდა? ხო. გადავალ. აია. ოპა.